მოგესალმებით ყველას, ჩემო მეგობრებო. დღეს მე მინდა შევასრულო ჩემი ერთ-ერთი subscriber-ის თხოვნა. თხოვნა კი მდგომარეობდა შემდეგში: არსებობს თუ არა Viber-ი Windows-ებისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს და დღეს მე გაჩვენებ თუ როგორ უნდა გადმოვწეროთ და დავაყენოთ ის სწორად. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე ამ საინსტალაციოს, ესე იგი Viber-ის საინსტალაციო გადმოწერილი მაქვს, ამიტომაც ხელახლა არ ვაპირებ გადმოწერას. თუმცა Viber-ის გადმოსაწერი ლინკი აუცილებლად იქნება მითითებული ვიდეოს აღწერაში. პირველ რიგში ჩავრთოთ საინსტალაციო, დავაჭიროთ runs. ამის შემდეგ დავეთანხმოთ სალიცენზიო მოთხოვნებს და დავაჭიროთ install-ს. ამის შემდეგ სულ რაღაცა რამოდენიმე წამი უნდა დაველოდოთ. საკმაოდ მარტივად ყენდება ეს პროგრამა, აბსოლუტურად ყველა Windows-ზე მიდის ნებისმიერ ვერსიაზე, არ აქვს არანაირი პრობლემა. თუ რომელიმე ვერსია Viber-ის არ წავიდა თქვენს, ესე ვთქვათ, კომპიუტერზე, ანუ Windows-ზე, იმ საიტზე, სადაც Viber-ის გადმოწერა შეგიძლიათ, იქნება მითითებული ძველი ვერსიების და შეგიძლიათ ჩაიწეროთ თავისუფლად ძველი ვერსია. როგორც კი ჩავწერთ, გვიხსნის პატარა ფანჯარა, სადაც ესე იგი გვესალმება welcome to Viber და გვეკითხება გვაქვს თუ არა Viber-ი, ესე ვთქვათ, ტელეფონში. No, ამის შემდეგ თავაზობთ გადმოვწეროთ სასურველ, ესე იგი ტელეფონის სისტემაზე Viber-ები, როგორც არის Android-ი, iOS და Windows Phone-ი, მაგრამ ეს ჩვენ არ გვჭირდება. ამის შემდეგ ვაჭერთ I have Viber on my phone, ანუ მე მაქვს Viber-ი უკვე ჩემს ტელეფონში და ამის შემდეგ გვიგდებს, ესე ვთქვათ, რეგისტრაციის ფანჯარას. სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი ნომერი, შემდეგ დააჭიროთ continue და შემდეგ ჩაწეროთ უკვე პაროლი. აი სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, რაც დღეისთვის თქვენთვის უნდა და მესწავლებინა. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში. ან მომწერეთ Skype-ში. მიშო 1207